მე-16 საუკუნის ბოლო 20 წლეული. ირანის სეფიანთა იმპერია უმწვავეს კრიზისს განიცდის. ოსმალთა აგრესია უკან ხევს ქვეყანას. ტახტზე ნახევრად დაბრმავებული შაჰ ხუდაბენდეზის იმპერიას ფაქტიურად მისი მეორე ძოლი მაჰდი ულია განაგებს. ქალის ზღვარგადასული უფლებებით გაღიზიანებული ხორასნელი ამირები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ. ტახტზე ხუდაბენდეს უფროსი ვაჟი ჰამზა მირზაადის და მამის თანამმართველი ხდება. მაგრამ ოსმალური აგრესიის წინაშე ახალგაზრდა მმართველის უძლური აღმოჩნდა. 1586 წელს ამირებმა მძინარე მირზას სომეხი წვერისპირეჭავი შეუგზავნეს და ყელი გამოაღადრინეს. ტახტზე ხუდაბენდეს უმცროსი ვაჟი პრინცი აბასი დასვეს. შაჰ აბასი ტახტზე ავიდა თუ არა, მეორე დღესვე დიდებულებთან შეხვედრა ინება. სასახლეში თავმოყრილ სახელმწიფო მოხელეებს გამოუცხადეს. იარაღი მცველებს ჩააბარეთ და თათბირს უიარაღოდ დაესწარით. ასეთია ახალი ეტიკეტი და მბრძანებლის სურვილიო. სასახლეს შაჰ აბასის 12,000 კაციანი პირადი გვარდია იცავდა. გვარდიამ სასახლის ყველა კარი ჩაკეტა. დარბაზში ის 22 სახელმწიფო მოღვაწე იჯდა, ვინც სიცოცხლეს გამოასალმა წინამორბედი მმართველი ჰამზა მირზა. მაგრამ ამ 22 კაცის მეცადინეობით იყო, რომ გუშინ შაჰ აბასი ტახტზე ავიდა. შაჰ აბასმა თვალი მოავლო დარბაზს და იქ შეკრებილებს მიმართა. რას იმსახურებს ადამიანი, ვინც ტახტის მემკვიდრეს სიცოცხლეს გამოასალმებს? 22-ვე მერთხმად უპასუხა. სიკვდილს. პასუხის მიღებისთანავე შაჰმა ნიშანი მისცა და თავისი ერთგული გვარდიაც, რომლის თითოეული წევრი გამაჰმადიანებული ქართველი ახალგაზრდა იყო, დარბაზში შემოვიდა. სახელმწიფო გადატრიალების 22-ვე მონაწილეს თავები დააჭრეს. სარზე აცმული თავები სასახლის ფანჯრებიდან მთელი ქალაქის დასანახად გამოფინეს. ეს იყო სასტიკი გაფრთხილება და ახალგაზრდა მონარქის პირველი რადიკალური ნაბიჯი. მაშინ ის 15 წლის იყო. შაჰ აბასი უძლიერეს იმპერიას შექმნის. ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მისი მარჯვენა ხელი და უპირველესი მრჩეველი ქართველი ალავერდი ხან უნდილაძე იქნება. ვიდრე პატარა იყო ირანელი პრინცი, ის შაჰის სხვა შვილებთან ერთად ჰარამხანაში იზრდებოდა. როგორც ჩანს, ჰარამხანაში იმდენი ქართველი ქალი იყო, რომ ბავშვობიდან ისწავლა ქართული და ქართულად კარგად ლაპარაკობდა. ქართული ენის ცოდნა არაერთხელ გამოადგება ირანის მბრძანებელს. ის მისი საიდუმლო ენა იქნება. შაჰ აბასის კარის დიდებულების უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ. მის ჰარამხანასაც 4 დიდგვაროვანი ქართველი ქალი ამშვენებდა და 4-ვე მისი ძოლი იყო. სიმონ მეფის და დარეჯანი, თეიმურაზ მეფის და ელენე, ლუარსაბ მეფის და თინათინი, ანდუყაფარ ამილახურის და თამარი. შაჰ აბასს თამარი განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა. ის იყო მისი სატრფოც და მეგობარიც. სხვათა შორის შაჰი საკმაოდ კარგ ლექსებსაც წერდა და მათ თამარს უწყვეტდა. როგორც ამბობენ, შაჰთან მიახლოებას და მასთან გამოლაპარაკებას თამარის გარდა ვერავინ ბედავდა. სწორედ თამარ ამილახვრისგან ყავდა ტახტის მემკვიდრეც, უფლისწული სეფე მირზა. შაჰ აბასმა თამარი ცოლად მაშინ შეირთო, როდესაც გადაწყვიტა ისპაჰანი ირანის პოლიტიკურ ცენტრად ექცია. ეს 1596 წელს მოხდა. ახალი დედაქალაქი ბრიტანელმა არქიტექტორებმა და მშენებლებმა ააგეს. ამავე წელს შაჰს თამარმა მემკვიდრე გაუჩინა. ქალაქის გასაღები თამარის და მემკვიდრე უფლისწულის თითის ანაბეჭდებით დადაღეს. შაჰ აბასმა სპარსეთი იმდენად გააძლიერა, რომ სპარსმა მემატიანეებმა ლეგენდარულ კიროს მეფესთან დაიწყეს მისი შედარება. თუმცა სახელმწიფო მოღვაწის დიდ ნიჭთან ერთად შაჰ აბასს ისეთი თვისებებით დაჰყვა, რაც მის ფსიქიურ სრულფასოვნებას ეჭქვეშ აყენებდა. შაჰ აბასის და თამარის ძე სეფი მირზა გარეგნობით და ნიჭით გამოირჩეოდა. მის განათლებაზე ევროპის საუკეთესო მასწავლებლები ზრუნავდნენ.
ის ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებს სრულყოფილად ფლობდა. სეფე მირზა ადრე დააქორწინა შაჰმა. მასაც ქართველი ქალი შერთო. შალიკაშვილების ოჯახიდან. 1624 წლის აგვისტოს დასაწყისში სეფი მირზამ უცნაური წერილი მიიღო. მამა შენი ტახტიდან უნდა ჩამოვაგდოთ და შენ გაგამეფოდო. წერდნენ უფლისწულს. სეფი მირზამ მამასთან საიდუმლო აუდიენცია ითხოვა. შვილმა მამას წერილი აჩვენა. მეორე დღეს წერილი თავად შაჰსაც აახლეს. შენი შვილი სეფი მირზა ღალატობს და ტახტის წართმევას გიბირებსო. საგონებელში ჩავარდა შაჰი. გაახსენდა როგორ მისწერა მსგავსი წერილები ორ ქართველ მეფეს. ამ პროვოკაციას ქართული სუნი აზდიოდა. სეფი მირზა ქართველებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე სპარსელებთან. შფოთმა მოიცვა და ცუდად დააწრიალა შაჰაბასი. ბოლოს თავისი ერთგული სარდალი ყორჩიხა ხანი იხმო. სეფი მირზას თავი მოკვეთე და მომიტანე. როგორ მოუკლა შაჰს შვილი, მე მომკვეთე თავი, მაგ საქმეს ნუ დამავალებ. შაჰმა ამჯერად სხვა სარდალი, წარმოშობით ქართველი, ბებუთხანი გამოიძახა და უბრძანა. დღესვე ჩემი შვილის თავი მომართვა. ხანი უყოყმანო დათანხმდა და იმავე საღამოს შაჰის წინ სეფი მირზას მოჭრილი თავი იდო. გაქოვებული შაჰაბასი ქალის კივილმა გამოაფხიზლა. სამეფო პალატებში ჭკუიდან შეშლილი თამარი შემოიჭრა. უბედურებისგან თავზარდაცემული დედა წყევლაკრულვით ავსებდა და სახეს უკაწრავდა შვილის მკვლელ მამას. ქალთან მიგარება ვერავინ გაბედა. თამარის შეჭერება არც შაჰაბასს უცდია. მალევე დარწმუნდა ირანის მბრძანებელი, ტახტის მემკვიდრე უფლისწული სრულიად უბრალო და უდანაშაულო რომ იყო მამის წინაშე. შაჰმა გლოვა გამოაცხადა. ბნელ ოთახში ჩაიკეტა. 10 დღე წყალიც არ დაულევია. მე-11 დღეს ბებუთხანთან შეხვედრა ინება. ჩემი შვილის თავი რომ ასე სასწრაფოდ მომირბენინე, ახლა შენი შვილის თავი მომართვი, უბრძანა შაჰმა. ბებუთხანმა იმავე დღეს საკუთარი შვილი მოკლა და მისი მოჭრილი თავი აახლა მბრძანებელს. ყველა ვინ შაჰის შვილის მკვლელობისკენ წააქეზა, მკვლელობიდან მე-11 დღეს დამშეულგიენებს დასაგლეჯად შეუყარეს სამხეცეებში. შაჰმა ამ პროვოკაციაში მეფე თეიმურაზის შურისძიება იცნო. თეიმურაზი დასაჭურისებული და დახოცილი ქართველი უფლისწულებისთვის სამაგიეროს უხდიდა შაჰაბასს. მაგრამ შაჰს ერთი უპირატესობა მაინც რჩებოდა. ეს იყო კიდევ ერთი მძევალი თეიმურაზის ოჯახიდან. 1624 წლის 13 სექტემბერს შირაზი გაუგონარი სანახაობის მომსწრე შეიქმნა. ქალაქის მოედანზე, ყველას თვალწინ, საშინელი წამებით მოკლეს თეიმურაზ მეფის დედა, კახეთის დედოფალი ქეთევანი. ამ შურისძიებამ მაინც ვერ ამოასუნთქა ირანელი მეფე, რადგან შვილთან ერთად საყვარელი ცოლიც დაკარგა. თამარი ლოგინად ჩავარდა. 3 თვე ხმა არ მოუღია ქალს. მესამე თვის თავზე კი გარდაიცვალა. გამწვავებული დიზინტერია ბოლოს უღებდა ირანის მმართველს. საშინელი ტკივილებით კვდებოდა შაჰაბასი. მის საწოლთან ქართველი ხოსრო მირზა, იგივე როსტომ ხანი იჯდა და შაჰაბასის ანდერძს გულდასმით ისმენდა. შაჰმა როსტომ მეფეს თხოვა სეფი მირზას შვილის გამეფებისთვის ყველა ღონე ეხმარა. შაჰმა ზუსტად იცოდა მისი შვილიშვილის ტახტზე ასვლა უსისხლოდ არ ჩაივლიდა და ამ საქმეში ქართველების მხარდაჭერა გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა. შაჰაბასი არ შემცდარა. სერიოზული წინააღმდეგობების მიუხედავად, ირანის ტახტზე სეფი მირზა პირველი გამეფდა. მისი გამეფება ქართველმა როსტომ ხანმა უზრუნველყო.